დღეს 25 აგვისტოა ამინდის კლიმატის თვალსაჩინით მეტად ცხელი ზაფხული დღე-დღეზე მიილება და ჩემი აზრით და მოლოდინით აგრეთვე იმედით, რაც საკვირველია პირველ ყოვლისა იმედით, პოლიტიკური თვალსაჩინით მეტად ცხელი შემოდგომაც დადგება და არა მხოლოდ იმიტომ, ან არა იმიტომ, რომ 4 ოქტომბერს არჩევნებია, არამედ უფრო იმის გამო, რომ ცვლილებების რეალური ნამდვილი ცვლილებების აუცილებლობის დროც დგება ჩემი აზრით და იმედით. საშინელ საიდნოჩია ობიექტურად თუ იბჟერებთ ქვეყანა და ისევ საჭადრაკო ტერმინი რომ მოვიშველიოთ სულ ცვანგამდე, ანუ გამოუვალ მდგომარეობამდე, გარდაუვალ დაშამათებამდე არაფერი გვიკლია. შესაბამისად, მეტნაკლებად კარგად ამას გრძნობენ სხვადასხვა სტრატეგიის პოლიტიკური ჯგუფებიც და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ხომ გრძნობს და ხედავს, უფრო ხედავს, მეთქი ასე ვიტყვი. ამდენად თუ ვინმე იტყვის, რომ შემოდგომაზე გაიმართება გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის, ვალდებული ვარ მე პერსონალურად დავეთანხმო, დიახ, ვალდებული, რადგან ვიცი ერთი რამ, თუ რუსეთმა და მისმა აქაურმა აგენტურამ იძალა, როგორღაც თუ იძალა, ანუ თუ მოხდა ისე, რომ რა გინდა რა მიზეზით გადატეხეს ჩვენი ქართული საზოგადოების წინააღმდეგობა, ქართული საზოგადოება მთლიანად დაფიქრებული მომავალზე, ესეთი საზოგადოება მზრუნველი მომავალზე უკვე შემდგომ ჩვენ გვეყოლება 10 წლეულების განმავლობაში გვეყოლება მეტი და მეტი დაღონებული, თავჩაქიმდრული, უიმედო ან ამ ბანდა ხელისუფლებასთან გარიგებული, მორიგებული, ან სულაც გაქცეული ბევრი მოქალაქე ინდივიდი, რა შედარებაა და ქვეყანა რეალურად იმ წარმონაქმნზე უარესიც კი იქნება, უარესად იქნება, როგორც იყო საქართველოს 1801 წლიდან 1918-მდე ან 21-დან 91 წლამდე და ვინიც ის იქნება და გაქრება კიდეც მსოფლიო რუკიდან, ხო? გაქრება, ამას მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, იმ შემთხვევაშიც კი თუ ფერს და კონტურს შევინარჩუნებთ, დროშას, რომლის აწევაც გულით არავის ენდომება მოუნდება და ხიმს კიდე, რომელსაც ასევე გულით და სიამაყით ვერავინ იმღერებს. დიახ, ასეა, თავისუფლება დღეს ჩვენი სიყალბედი ქცევა იმ შემთხვევაში თუ ქართული ოცნება დარჩა. რუსეთულ ქვეყანაში თუ ესეთი იქნება, რუსეთული იქნება ჩვენი ქვეყანა. და მე არც ვიცი და არც მაინტერესებს ვის, უკაცრავად ვინ და რატომ ვერ გრძნობს ამას, ვერ ჭვრეთს, ვერ ხედავს. მე ვიცი ერთი და მთავარი ბიძინია და აქ ანუ დესაქართლოიზაციის პროცესი დასასრულებელია რეალურად.